ეს მაინც და მაინც კარგად არ მეტყველებს ქართულ პოლიციაზე და სწორედ ამიტომ სიცრუის დეტექტორის ვერც ერთ გამოყენებას ვერ ვხედავთ მთელი სერიალის განმავლობაში, გატესტვას თუ არ ჩავთვლით. ეს იარაღი მხოლოდ მუქარისთვის თუ გამოიყენება. ბატონო ბიზინა, სიცრუის დეტექტორზე ხომ შეგვეერთებინა? ქათამაძე, აბა, ტყუილები არ იყოს, თორე ჩავთავ ახლა კომპიუტერში. მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, სიცრუის დეტექტორის ანუ პოლიგრაფის სიზუსტე ყოველთვის ეჭვქვეშ იდგა, რადგან ის არ არის 100%-ით ზუსტი. უბრალოდ ეს არის ფსიქოლოგიური იარაღი. აი იმასაც შენახო და ამასაც. როცა დასაკითხ პირს გონია რომ თუ იცრუებს ამას გაიგებენ, ძალაუნებურად ამბობს სიმართლეს. ეგ ყველაფერი ბლებია. პოლიგრაფი არ არის ზუსტი, რადგან სინამდვილეში ის სიცრუის საზომი კი არა, ემოციური აგზნებადობის საზომია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სრულიად მშვიდად იცრუებ და ნერვიც არ აგიტოქდება, სიცრუის დეტექტორი ვერ მიხვდება რომ იცრუე. ის აკვირდება არა სიცრუეს, არამედ სხეულში მიმდინარე ცვლილებებს. ვახსე იცი, აი რა ხარ? არტერიულ წნევას, პულსს, სუნთქვის სიხშირეს, კანის გალვანურ რეაქციას, მაგალითად ოფლიანობისას ელექტროგამტარობა იზრდება. თუ ეს ცვლილება არ არის საკმარისად ძლიერი, მაშინ ტყუილი ტყუილად დარჩება. ამიტომ ქართველების სკეპტიციზმშიც არის გარკვეული სიმართლის მარცვალი. ლაბორატორიულ პირობებში სიცრუის დეტექტორის სიზუსტე 80-დან 90%-მდე მერყეობს. რეალურ კრიმინალურ შემთხვევებში კი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია. ექსპერიმენტს ვატარებ.